Salmebit, ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი ეთერშია, ვინც ახლა შემოგვიერთდა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს ორი ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, ალერგიის და იმუნოლოგიის კლინიკის ექიმი, ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ნანამ გალობლიშვილი და საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM Pharma საფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ქალბატონი ჟანა მაღლაკელიძე. ჩვენი დღევანდელი თემა ეძღვნება საკმაოდ პოპულარულ დაავადებებს, ეს არის ვირუსული ინფექციები, გრიპები, რინოვირუსები, კორონავირუსი და ასე შემდეგ, იმ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ თავი დავიცვათ ამ ინფექციებისგან, ან უკვე ავადობის პერიოდში გავაუმჯობესოთ ჩვენი იმუნური პასუხი. ქალბატონმა ნანამ ფლად გვესაუბრა ერთ-ერთ ასეთ საინტერესო პრეპარატზე, რომელსაც ისმიჟენი ჰქვია და მე დრო რომ არ დავკარგო ქალბატონი სადაც გავწყვიტეთ, თუ შეიძლება ამ პრეპარატის დოზირება, რა საკიდან შეიძლება გამოვიყენოთ და საერთოდ მისი პრევენციული ეფექტის შესახებ ორი სიტყვა კიდევ რომ გითხრათ. დიახ, ესე იგი პრეპარატი ისმიჟენი გამოიყენება 6 თვის ასაკიდან, 6 თვიდან 12 წლამდე ინიშნება ნახევარი აბი ერთხელ დღეში, დღის განმავლობაში და 12 წლიდან 1 აბის გამოყენება გახლავთ შესაძლებელი. ეს გახლავთ სუბლინგვალური, ანუ გასაწუწნი ტაბლეტი და მისი ორმაგი მოქმედება სწორედ აი ამ მიღების ფორმის გამო გახლავთ ის, რომ ის თქვათ არა მარტო სისტემური მოქმედების გახლავთ, რომელსაც განაპირობებს თქვათ ის ჩაყლაპული დოზა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში თქვათ არ იშლება და განაპირობებს იმუნური პასუხის მონაწილეობს იმუნური პასუხის აი ამ მოდულაციაში, ასევე გასაწუწნი ფორმით ის ინფექციის შეჭრის ჭიშკართან ზედასასუნთქებთან, სადაც უხვად გვაქვს თქვათ ხახის ლორწოვანი ლიმფური კვანძების მომარაგება, სადაც პირველი ხაზი გადის იმუნური დაცვის და აქტიურად წარმოიქმნება ანტისხეულები იმისათვის, რომ იმუნური სისტემა ფარად დახვდეს ნებისმიერი პათოგენის შემოჭრას, სწორედ ამ კუთხით გვეხმარება ადგილობრივად გასაწუწნი ფორმა მიღებული აი ამ პრეპარატის ისმიჟენის. მადლობა ქალბატონ ნანა ესეთი საინტერესო ინფორმაციისთვის და მე ქალბატონ ჟანასთან გადავალ კითხვით. ჟანა, ჩვენ ძალიან განებივრებული ვართ, მე და ბატონი ოთარი ყოველთვის ამას აღვნიშნავთ ხოლმე თქვენი საინტერესო აქციებით და თქვენი შეთავაზებებით ჩვენი მოსახლეობისათვის. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ სწორედ დღეს ამაზე სასაუბროთ მოგზანდით ჩვენთან. გითხრათ, როგორ რა სახის შეთავაზება გაქვთ, წახალისება, ასე ვთქვათ, ჩვენი მოსახლეობისთვის ზამთრის სეზონთან მიმართებაში. მოგესალმებით, ნინო, კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, ვიდრე ვისაუბრებ შეთავაზებაზე, მინდა მოკლედ ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას კომპანიის შესახებ. GM Pharma ეს გახლავთ 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია, ჩვენი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. 2017 წლიდან კომპანია გახლავთ ლიდერი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, რაც მომხმარებლების მხრიდან და ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან კომპანიის სანდოობაზე მეტყველებს. აქვე უნდა ვთქვა, რომ გვაქვს საკმაოდ ვრცელი პორტფელი, მოვიცავთ პრაქტიკულად ყველა თერაპიულ მიმართულებას, მათ შორის საკვებ დანამატებსაც. ეხლა რაც შეეხება სეზონს და აქტუალობას, ქალბატონმა ნანამ ისაუბრა ძალიან დეტალურად, საკმაოდ ვრცელია ეხლა ვირუსული ინფექციების აქტივობა და სიხშირე და როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ეფექტიანად ექვემდებარება იმუნომოდულატორებით მკურნალობას. ჩვენ მას პერორალურ ვაქცინებსაც უწოდებთ, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ისმიჟენი, რომელზეც ასევე ძალიან კარგად ისაუბრა ქალბატონმა ნანამ, რომ ეს წარმოადგენს ბაქტერიულ ლიზატს, აი სწორედ იმ 8 ყველაზე გავრცელებულ რესპირატორულ ინფექციებისგან მიღებულ შტამს, იმ 8-ს, რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ამიტომ პრევენტული არის, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, მექანიკური გზით მიღებულია, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მის იმუნომოდულაციურ ეფექტს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე იმუნომოდულატორი გახლავთ ისმიჟენი, რომელიც არის მექანიკური ბაქტერიული ლიზატი და დამზადებულია შვეიცარიაში. ეს არის ლალემანდ ფარმა, ეს არის შვეიცარიული კომპანია, რომელიც ჩვენთან 2010 წლიდან თანამშრომლობს და ეს თანამშრომლობა მოიცავს სწორედ ისმიჟენის წარმოება საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ იმას, რომ ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობა და საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპული პრეპარატებისა და პროდუქციის მოწოდება, ხო?
როგორც აღმოჩნდა ის მიჟენის პრევენციითა თუ მკურნალობის შემდეგ მცირდება ეს ჩვენი რესპირატორული დაავადებები, ხანგრძლივობაც, სიმძიმეც და როგორც აღმოჩნდა, როგორც ადგილობრივ, ისე ზოგად იმუნურ სისტემას აძლიერებს. მკურნალობისთვის და პრევენციისთვის საჭიროა 30 აბი. სწორედ შეთავაზებაზე გადავდივარ, კოლოფში მოთავსებული არის 30 აბი. ეს გახლავთ 3 ფირფიტა და აქციის ტიპი მდგომარეობს შემდეგში. 2 ფირფიტის შეძენის შემთხვევაში მესამე ფირფიტა მომხმარებელს გადაეცემა საჩუქრად. ეს აქცია მიმდინარეობს PSP-ს აფთია ქოქსელში, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე. და აქვე უნდა ვთქვა, რომ აქცია მარტო ფირფიტების შეძენის შემთხვევაში არ მუშაობს. თქვათ ოჯახში რამდენიმე წევრისთვის გჭირდება, ხო? ამ შემთხვევაში 2 კოლოფის შეძენის შემთხვევაში მესამე კოლოფიც რა თქმა უნდა მესამე კოლოფიც მას მომხმარებას გადაეცემა საჩუქრად შეუძლია ჩვენს მომხმარებელს მიბრძანდეს PSP-ს აფთია ქოქსელში და შეიძინოს ის მიჟენი სწორედ აი ამ აქციით. და მაინც თუ გავცივდი? აი თუ გავცივდით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ისეთი პრეპარატები, რომელიც შეგვიმსუბუქებს ამ სიმპტომებს. პირველი დავიწყებ ყველასთვის შემაწუხებელია, ხომ ძალიან ხშირად ცხვირიც უნდა გაძნელებული აი ამ რესპირატორული დაავადების დროს. სიცხეზე მეტად მაინც ეს არის. სიცხეზე მეტად მე პირადად მაწუხებს რესპირატორული ინფექცია. დიახ, რატომ? იმიტომ რომ გაძნელებულია ამ დროს თქვა, ჩვენ პოპულარულ ენაზე ვეძახით ცხვირის გაჭედვას, გაჭედილი ცხვირი. ვერ სუნთქავს პაციენტი, რა თქმა უნდა, მის ცხოვრების ხარისხი არის. ძალიან დაბალი, რა თქმა უნდა, არ უხარია. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქსილომარინი, რომელიც ძალიან სწრაფად ამცირებს სწორედ აი ამ ცხვირის ღრუს შეშუპებას და ხსნის აი ამ ჩივილებს. 2 წუთში იწყებს მოქმედებას და გრძელდება 8 საათის განმავლობაში. ეს გახლავთ ნაზალური სპრეის სახით არის. ამ შემთხვევაში არის დიახ, საკმაოდ პოპულარული და საკმაოდ ეფექტური პრეპარატია. 2 სახით გვაქვს ბავშვებში და მოზრდილებში. ბავშვებში 2 წლიდან 12 წლამდე, მოზრდილებში უკვე ძალიან მოსახერხებელია, შესაშყურებელი და არა ჩასაწყვეტებელი. დიახ, სპრეის ფორმით არის და სინუსურ წიაღებში საკმაოდ ესე კარგად ხვდება ქსილომეტაზოლინი, რომელიც მისი მოქმედი ნივთიერება, ამიტომ ძალიან ეფექტურია. მიმდინარეობს აქცია 50%-ამდე PSP-ს აფთია ქოქსელში. შემდეგი პროდუქტი გახლავთ ნიამარინი, ესეც ნაზალური სპრეი გახლავთ. ეს გახლავთ ზღვის წყალი პანთენოლთან ერთად. ნიამარინი პანთენოლი, ესეთი სახელწოდებით გვაქვს. ასევე მიმდინარეობს აქცია 1+1 PSP-ს აფთიაქებში, ბენზილორი შემაწუხებელია ხომ ყელისტკივილი. ამიტომ ორი უნიკალურ ნივთიერებას შეიცავს. როგორც ანტისეპტიკს, ასევე ტკივილგამაყუჩებელს შეგვიძლია ბენზილორი ეფექტურად გამოვიყენოთ. სიცხის დამწევის საშუალება გახლავთ პერუფენი. პერუფენი ეს არის ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტით. აქ გვაქვს ჩვენ რამდენიმე ფორმა, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ბავშვებში გვაქვს 204 უკაცრავად მოზრდილებში 204 მგ-იანი კაფსულები, საბავშვო პედიატრიული ფორმა არის პერუფენის სუსპენზია გახლავთ, რომელიც ორის არომატით გვაქვს, მარწყვის და ფორთოხლის არომატით. ამ შემთხვევაში პერუფენ 200 მგ-იანზე მიმდინარეობს აქცია 1+1 PSP-ს აფთია ქოქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ის მიჟენზე გვაქვს 2 ფირფიტაზე 1 ფირფიტა საჩუქარი, 2 კოლოფ შემთხვევაში მესამე კოლოფი საჩუქარი, ქსილომარინსა და ბენზილორზე გვაქვს 50%-იანი ფასდაკლება, ნიამარინსა და პერუფენზე 200 მგ-იანზე გვაქვს 1+1 აქცია. PSP-ში მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთვის მობრძანებისთვის და ამ საინტერესო სიახლეებისთვის. გისურვოთ ჯანმრთელობა ჩვენც და თქვენც, მეც და თელ ჩვენ ქვეყანას. ბედნიერად მეგებშიდობებით, ზუსტად 1 კვირით საინტერესო სტუმრის კვლავ დაბრუნდები პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.